ყველაფერს აქვს თავისი შედარებით ბიუჯეტური იაფიანი ვარიანტი და გამონაკლისი არც დანებია. უამრავი მოდელის კოპირებული ვერსია არსებობს, თანაც კაი ცუდი ხარისხებით, მაგრამ ახლა რასაც გაჩვენებთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედარებაა ჩემი აზრით. აი ხა ხელში მიჭირავს ლეგენდარული ბაკის მოდელი ნომერი 110. საქმე იმაშია, რომ ეს მოდელი დაახლოებით $200-დან $300-მდე ღირს, იმიტომ რომ აი ხა ეს კონკრეტული მოდელი რაც ხელში მიჭირავს, აი ამ ბეიჯით, არის 2002 წელს გამოშვებული, უმჯობესებული მატერიალებით და გამოშვებული არის შედარებით ლიმიტირებული სერია კომპანიის 100 წლისთავთან დაკავშირებით. 1902 წელს შეიქმნა კომპანია ბაკი. ხო და რისი თქმა მინდა რომ ყველას არ აქვს სამწუხაროდ იმისი ფუფუნება რომ სიტყვაზე ძალიან მოგწონს კონკრეტული მოდელი თავისი პირით, დიზაინით ასე შემდეგ და რომ შეიძინო. ამასობაში K-Bar-მა, შეიძლება ვთქვათ K-Bar-მა გამოუშვა ესეთი მოდელი Pocket Hunting Knife, Pocket Hunter ესე ქვია, GB-ის სანადირო დანა და ძალიან საინტერესოა იმით, რომ თითქმის ერთ-ერთში იმეორებს ბაკის დიზაინს. აი ესეთი ტიპია. განსხვავებები არის მაგალითად ზომაში, რომ ბაკი უფრო მოუქნელი და სქელია და ეს უფრო თხელია და კარგად ჯდება სიტყვაზე ხელში. მაგრამ დანარჩენი რომ აი დაგიკმაყოფილოს ის სურვილი რომ რაღაცა ბაკისნაირი დანა გქონდეს, ყველაფერში მოყვება რა, მოკლედ აი ეს K-Bar. და საინტერესო ის არის, რომ სპეციფიკაციებში თვითონ კომპანიას უწერია, რომ ამისი ფოლადი, უჟანგავი ფოლადი უწერიათ, მარტო რა მარკაა და ასე შემდეგ, არავინ არ იცის. K-Bar-ი წინ არის იმით, რომ კლიპერი უმაგრდება, ამ შემთხვევაში მე ხა მოხსნილი მაქვს, იმიტომ რომ ჯიბეში მიდევს ხოლმე და მირჩევნია საკიდით ვატარო ვიდრე კლიპერით, მაგრამ საერთო ჯამში თითქმის ერთნაირია რა. ერთადერთი წონაშია განსხვავება, რომ ბაკი არის 210 გრამი და K-Bar-ი არის 160 გრამი. და ყველაზე საინტერესო არის ამათი ფასი. როგორც უკვე გითხარით, ბაკი ღირს დაახლოებით $200-დან $300-მდე eBay-ზე და ოფიციალურ მაღაზიებში K-Bar ღირს არც მეტი, არც ნაკლები $20 ან $25. აი ამისი თქმა მინდოდა, ნებისმიერ კარგ დანას შეიძლება ვუპოვოთ კარგი ალტერნატივა. მადლობა.